ქართული ბრენდის დღე 2017-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. ეროვნული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიალი წელს უკვე მე-15-ად გაიმართა და მისი ორგანიზატორი ტრადიციულად საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო პროფილი იყო. საიუბილეო წლის აღსანიშნავად კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა ქართული ბრენდის დღის ჰიმნი შექმნა. წლის მოვლენად ქცეულ წარმატებულ და ლიდერი კომპანიების დაჯილდოებას წელსაც სასტუმრო ბილთმორ თბილისმა უმასპინძლა. სხვა საინფორმაციო საშუალებებთან ერთად უკვე მეორე წელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერია. ლიდერი, ნდობა და რეპუტაცია, წარმატებული ახალი ბრენდი, წარმატებული ტელეპროექტი, წარმატებული მუსიკალური პროექტი, წარმატებული საერთაშორისო პროექტი, ბრენდ პერსონა პრიზები სწორედ ამ ნომინაციებში გაიცა. ნომინაცია ლიდერის პრიზი ერგო რადიო ფორტუნას, PSP ჯგუფს, ბორჯომი საქართველოს, ჟურნალ სარკეს, კლინიკა ენმედიც, შატო მუხრანს, ნიკორას, სილამაზის ცენტრ ნატალის. რა თქმა უნდა, გამორჩეულია დღევანდელი დღე რადიო ჰოლდინგ ფორტუნასთვის წლის ლიდერი ბრენდი, კონკრეტულად ეს ნომინაცია, რომელშიც გამარჯვებულები გავხდით, წლის სიმღერის დაჯილდოებით, საიუბილეო წელია ჩვენთვის, რადიო ფორტუნა 20 წლის ხდება. ჩემმა სიმღერამ აიღო წლის სიმღერა და შესაბამისად ერთად ვიყავით დღეს წარმოდგენილი რადიო ფორტუნას ულოცავ ამ არაჩვეულებრივ ჯილდოს. ეს უფრო მეტ სტიმულს გვაძლევს იმისთვის, რომ განვითარდეთ თუ ამის პოტენციალი არსებობს. ორგანიზატორებს ულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღეს ყოველთვის ძალიან ხარისხიანად და პომპეზურად ტარდება და ვუსურვებ ძალიან დიდხანს ყოფნას ბაზარზე. ნომინაციაში ნდობა და რეპუტაცია გამარჯვებულები გახდნენ იმედის კლინიკა, გამომცემლობა უნივერსალი, კურორტის საირმე რეზორტი, რესტორანი თაშრე, მეიერ შავიტის მხატვარ დიზაინერთა სკოლა, ოსკარ შინდლერის აკადემია, იზოსია, ესთეტიკური მედიცინის ცენტრი დერმა, მანანა შეროზიას თვალის კლინიკა. ჩვენ გავიმარჯვეთ წელს ნომინაციაში ნდობა და რეპუტაცია. ეს დასაკვირველია ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის და ამ დროს მოულოდნელიც იყო. ეს დასაკვირველია რომ მე პასუხისმგებლობას მაგისტრებს. ნდობა და რეპუტაციაში გაიმარჯვა ესთეტიკური მედიცინის ცენტრ დერმამ, უკვე მესამეჯერ ვიღებთ მონაწილეობას და მეორეჯერ გვაქვს ესეთი ნომინაცია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ასევე დიდი წარმატება ვუსურვო ბრენდის დღეს, უკვე იუბილე აქვს, 15 წელი შეუსრულდა და ვუსურვო მათ წინსვლა. უცხოეთში მოღვაწე ქართული ბრენდის პრიზი ნიუ-იორკის ქართულ თეატრს გადაეცა. ჩვენ გადმოგვეცა ეს პრიზი როგორც უცხოეთში წარმატებული ბრენდი ნიუ-იორკის ქართული თეატრი, რომელიც წელს 10 წლისაა და ასევე ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრს შეუსრულდა 20 წელი. ჩვენთვის არის ეს ძალიან დიდი ბედნიერება და უდიდესი სტიმულია მსახიობებისათვის, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ისეთ მძიმე პირობებში გვიწევს მუშაობა. წელს წარმატებული ახალი ქართული ბრენდის ჯილდო წილად ხვდა სასტუმრო აივანს, ბელა მეტრეველის გინეკოლოგიურ ცენტრს, ლე გარაჟ ჯგუფს, სასტუმრო ბორჯომი აის, ნია ონიაშვილის კლინიკას ბაიები. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ქართული ბრენდის დღის დამფუძნებლებს. მართლაც შესანიშნავი ღონისძიებაა და ძალიან მიხარია, ყველას მიხარია კლინიკა ბაიებს, რომ დღეს მონაწილეობას ვიღებთ აქ ვართ ცნობილი ქართული ბრენდების გვერდით. ჩვენ დღეს მივიღეთ ჯილდო ახალი წარმატებული ქართული ბრენდის ნომინაციაში. ქართული ბრენდის ტიტული მოიპოვეს სასტუმრო კომპლექსმა ბაგრატი 1003, აჭარის მოდის კვირეულმა. წარმატებული ქართული ბრენდის პრიზი ერგოთ კურორტ კასტელო დე მარეს, გრინვეის, სუპერმარკეტების ქსელ ვილმარტის, ფოცხიშვილების სამეფო ნაციონალურ ბალეტსა და ფოცხიშვილების პატარა ვარსკვლავებს, სამგორი მედის. გამარჯვებული ვართ ნომინაციაში წარმატებული ქართული ბრენდი. ეს დაჯილდოება ზუსტად ჩვენი 10 წლის იუბილეს დაემთხვა. კლინიკა არის მრავალპროფილური, თანამედროვე 10 წლის მუშაობის შედეგია ჩვენი დღევანდელი წარმატება. ქართული ბრენდი 2017-ის სპეციალური პრიზი მედიცინის განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მარი მალაზონიას გადაეცა. ისტორიულ რადიო ბრენდად პიკი საათი დასახელდა. ჩვენი ნომინაცია ასეთი ფორმულირებით შემოგთავაზეს საღამოს ორგანიზატორებმა ისტორიული მედია ბრენდი. ნამდვილად ისტორიულია და მით უფრო მედია ბრენდია, იმიტომ რომ 38 წელია პროგრამა პიკი საათი უწყვეტად პირდაპირ ეთერში მაუწყებლობს. დღევანდელი დაჯილდოება იმის მაგალითია, რომ შესაძლებელია ტრადიციების შექმნა. შესაძლებელია, რომ ამ რთულმა დრომ არაფერი დაგაკლოს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმაჩნია რომ ქართული ბრენდის დღე უკვე თავისი თქვათ სახეა და თავად ბრენდია. ამიტომ მინდა რომ ამ წინა საახალწლო განწყობას შეუერთდე და ყველას მიულოცო გამარჯვება. წარმატებული სახელი მოდის ინდუსტრიაში მარიამ მაჩაბელს ერგო. ნომინაციაში წარმატებული მუსიკალური პროექტი გამარჯვებული სამოსელი პირველი და კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილი გახდა. ეს იყო ნომინაცია წლის საუკეთესო პროექტი, რომელიც მე დავწერე სამოსელი პირველის შთაგონებით ბატონ გურამ დოჩენაშვილის საოცარი რომანის შთაგონებით და წლების განმავლობაში მუშაობდი ამაზე და წელს გაიმართა ეს კონცერტი ფილარმონიაში. კიდე ბევრი უნდა ვიმუშაო. ეს მაიძულა ამ კომპანიამ, რომელმაც გამოიგონა ეს საოცარი დღე, ქართული ბრენდის დღე. ჩვენი პროექტი სამოსელი პირველი გახდა წლის პროექტი, ესე აღიარეს ქართული ბრენდის დღეს. ამაზე საუკეთესო საჩუქარი რა უნდა იყოს, რომ ქართული ბრენდის დღეს გადმოგვეცა ეს ჯილდო. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვაღიარა. წარმატებული ტელეპროექტის ნომინაციაში სამ ტელეპროექტს შორის ერთ-ერთი გამარჯვებული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი გახდა. ჩვენი გადაცემა აფხაზეთი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი და გადაცემა აფხაზეთი ჯილდოვდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოვდება ავთანდილ დავითაია, ჯილდოს გადასაცემად კი სცენაზე რხომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურს ვახტანგ ხოლთაიძეს. ძალიან დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ჯილდოს გუსურით აფხაზეთს. ჩვენი გადაცემა აფხაზურადაც მაუწყებლობს და წარმოიდგინეთ, რომ აფხაზეთში მე მინდა აქედან მოგესალმოთ ყველას და ქალბატონ მანანას ეს დღე ჩაეტარებინოს მომავალ სეზონში. ძალიან დიდი წარმატებები გაგრძელდა. ბატონო, უბრალოდ როლისა მინდა მოგილოცოთ. მოგილე თავზე საზოგადოებას მოგილოცო. ამლები შოვა ახალი წელი ორგანიზატორებს ქალბატონ მანანა გეგიძეს შემოქმედებულ გუნდს მოგილოცო მოდი გამარჯვება შესანიშნავი ღონისძიება და დიდი მადლობა დაფასებისათვის. დიდი მადლობა ავტანდილ შენს ცერეროცხოა გუნდს აწარმოებისათვის. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა და წარმატებები. ილოცა, არაჩვეულებრივი სურვილი იყო აფხაზეთში ბრენდის დღის ჩატარება, ძალიან მომწონებულია. ამავე ნომინაციაში პრიზები გადაეცათ პრაიმ შოუსა და დილა მშვიდობისა საქართველოს. მე მინდა ძალიან დიდი მადლობა მოვახსენო ქართული ბრენდის დღის ხელმძღვანელობას, რომ მათ დაინახეს ჩვენი შრომა, დააფასეს ჩვენი შრომა და დაგვაჯილდოეს ბრენდ პერსონებთან ერთად. ეს ჩვენი ჯილდო არის მიძღვნა აფხაზეთისთვის. ეს ეკუთვნის ყველა ადამიანს, რომელიც არის აფხაზეთიდან, ყველა ადამიანს, რომელიც არის სამაჩაბლოდან. ეს ნიშნავს, რომ აფხაზეთის პრობლემა დღესაც ნომერ პირველი პრობლემაა საქართველოში და ჩემი სურვილია, რომ ჩვენ ჩავატაროთ ბრენდის დღე სოხუმში. ჩვენი ტელევიზია მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ეს შედეგი. რაც შეეხება უამრავ ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი დახმარება აღმოუჩინა საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრს და გაუწია ძალიან დიდი დახმარება აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურები, სამართალყურო საბჭო, აფხაზეთის საზოგადოება, მათ შორის ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის ახალი აზრი შემოეწოდებინათ, ყველას უხდი ძალიან დიდ მადლობას, იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, ჩვენ აფხაზეთში უნდა დავბრუნდეთ და ჩვენ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ. ეს არის ბრძოლა, რომელსაც აწარმოებს დღეს საქართველო აფხაზეთის დასაბრუნებლად. ჩვენ ერთად უნდა ჩავიდეთ აფხაზეთში და დავიბრუნოთ ის, რაც დავკარგეთ. რაც შეეხება ნდობის აღდგენას ჩვენსა და აფხაზებს შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგათ. ზუსტად ეს დააფასეს ჩვენი აფხაზურენოვანი გადაცემა, რომელსაც აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მომავალშიც განვავითაროთ ეს პროექტი და ჩვენი მთავარი მიზანია დავბრუნდეთ აფხაზეთში.
ხოლო კონკრეტულად ჩვენ უნდა შევძლოთ აფხაზეთის ტელევიზიის შექმნა. აფხაზეთის სრულფასოვანი მაუწყებლობის, რომელსაც ნამდვილად ემსახურებს აფხაზეთის საზოგადოება. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანთან ნდობა, უამრავი მაყურებელი, რომელიც ჩვენ გვყურებს, არა მარტო აფხაზეთიდან დევნილი, არა მარტო აფხაზეთში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, არამედ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, გამოთქვამენ ძალიან დიდ მხარდაჭერას ამ პროექტისადმი და ძალიან უყვართ ჩვენი ყურება. ეს არის ჩვენი დიდი წარმატება. ჩვენი ცენტრი ძალიან სწორ გზაზე დგას, ძალიან კარგ გადაცემებს აკეთებს, სახია მთელი აფხაზეთის საზოგადოების. პირველი სკოლისა მინდა მოგილოცოთ თქვენ, ხელს კოლექტივს, ჩვენ საზოგადოებას მართლაც განსაკუთრებული დაფასება, შეფასება, განსაკუთრებული ყურადღება. მე გადაუჭარბებლად მინდა ვთქვა, რომ ეს არის ბატონ ავთანდილის და თითოეული თქვენგანის ამსახურება. გულწრფელად გეუბნებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცადეთ, რომ შეგვეწყო ხელი, მაგრამ მონდომება, რომ არა ყოველდღიური თქვენი შრომა იმ პატარა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისა, რომელიც თქვენთან ერთად ჩამოყალიბდნენ, ეს წარმატება არ იქნებოდა. მე მადლობა მინდა უთხრა ამ კომპანიის წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს იმისათვის, რომ მათ შეგარჩიეს თქვენ. შეგარჩიეს ამ ძალიან რთულ ბაზარზე, როგორც არის საინფორმაციო უზრუნველყოფა და PR სამსახურები. თქვენი გადაცემა მაუწყებლობს აფხაზურ ენაზე და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა დატვირთვა აქვს, არა მარტო პოლიტიკური. ეს არის იმ ხიდის აღდგენის მცდელობა, რომელიც ჩატეხილია ჩვენ შორის და თუ ჩვენ ამაზე არ ვეზრუნებთ, ესე იგი ჩვენ არ ზრუნავთ საერთო მომავალზე, აფხაზების და ქართველების საერთო მომავალზე. ქართული ბრენდის დღე 2017-ის ბრენდ პერსონა ცნობილი კლასიკოსი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გახდა. ქართული ლიტერატურის განვითარებაში. ასი და 200 ამ ადამიანს 2017 წლის ქართული ბრენდის დღის პერსონა ბატონი გურამ დოჩანაშვილი. მაშასე 2017 წლის ბრენდ პერსონა გურამ დოჩანაშვილი. უმრავლესი მადლობელია გახარებული ბედნიერი ასეთი სიტყვისთვის და განაჭარბები დაფასებისთვის და თანადგომისთვის უმრავლესი მადლობა. ქართული ბრენდის დღე ჩაიარა პომპეზურად, როგორც ყოველთვის ვლოცავ ყველა გამარჯვებულს ამ ძალიან პრესტიჟულ ჯილდოს და მიხარია, რომ ეს ჯილდო პრესტიჟული ჯილდოდ ითვლება საქართველოში. ბრენდ პერსონა გურამ დოჩანაშვილი იყო კულმინაცია ამ დაჯილდოების და საოცარი ემოციით დატვირთული იყო, განსაკუთრებული იყო ეს საღამო, მე ასე ვთვლი. მე ვფიქრობ, მართლაც დედამიწას სიყვარული ატრიალებს და ყველა სიყვარულით ულოცავ დამდეგ შობა ახალ წელს და გაზაფხულზე ქართული ბრენდის დღეს ნიუ-იორკი უმასპინძლებს და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. აფხაზეთის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გადაცემა აფხაზეთი, რომელმაც მიიღო ეს პრესტიჟული ჯილდო დღეს და ვლოცავ მათ ამ გამარჯვებას. ძალიან პროფესიონალური მიდგომებით, საქმისადმი და ძალიან სერიოზული ესეთი ტევადი, შინაარსიანი სიუჟეტებით. ხელს უწყობს ქართულ-აფხაზურ მეგობრობას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღონისძიების ბოლოს ორგანიზატორები კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ ქართული ბრენდების სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვება წლის პრესტიჟული ჯილდო გახდა, ხოლო ქართული ბრენდის დღე ნაციონალურ დღესასწაულად იქცა.